თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, მურთაზ დოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომას არესტირებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი. ის საქართველოში არ იმყოფება, მას პატიმრობა აღკვეთის ღონის ძიების ფორმად დაუსწრებლად შეუფარდეს. შაიშმელაშვილზე ძებნაა გამოცხადებული. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. მოსამართლე შვანგირაძის კითხვაზე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ თუ არა, დარბაზში მყოფმა ყველა ბრალდებულმა თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. რაც შეეხება ირაკლი შაიშმელაშვილს, როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა, ბრალდებული საკუთარ პოზიციას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააფიქსირებს. სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა, რადგან მათი მტკიცებით სახეზეა მიმალვის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. ისინი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდნენ. ადვოკატების ნაწილი გირაოს ოდენობის განსაზღვრას თავად სასამართლოს ანდობდნენ, ნაწილი კი 3,000 და 5,000 ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა. პროცესზე ბრალდებულების ნაწილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. ჩემგან განსხვავებით ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან. ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად. მუხლებით დახუნძლული ვარ. ხაბეიშვილთან ერთად კიდევ 1-4 მუხლი მაქვს. მზად ვარ ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა გავუშვით. ყველაფერი შემიძლია ავიღოთ თუ ამ ადამიანებზე რაღაც შეღავათი გატარდება, თუ ასე ჩათვლის პროკურატურა ან სასამართლო. მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, ამათ უკან 60 გაუბედურებული ოჯახი დგას. აგერვა რაში სჭირდებათ ამდენი ათეულობით ადამიანი, ამდენი რესურსი უნდა დაიხარჯოს. ამ ხელა მასაა პროპაგანდის. კი ბატონო, გამაშავეთ, მაგრამ 60 ადამიანი ზის მეორე ვაგონში. ეს მხოლოდ მათი ტანჯვა არაა, მათი ოჯახებისაცაა. არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, პენსიონერი მშობლები ხავთ. დიდი ტრაგედიაა სინამდვილეში. ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში. ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა. 4 ოქტომბრის ხალხისთვის არავინ არსებობს. NGO-ები არ არსებობს, არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი. ამ ადამიანებს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება. ორი თვეა ციხეში ვიმყოფები. დღეს ჩემი ორი მშობლიდან ერთი იმიტომ ვერ ესწრება სხდომას, რომ ცოცხალი არაა. მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს. მეგობრები მიმაგრებენ გულს. ჩემ საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე, ვინც იტყვის, რომ იქ დამინახა. ანუ გამოდის 125 ადამიანს უნდა ვდიო რაღაც არ თქვას. მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, ერთადერთი პლანშეტი მქონდა და ისიც ამოღებულია. მართლა სჯერა ვინმეს, რომ ირაკლი ჩხვირკია, რომელიც ტაქსაობდა, შემოიპარება პროკურორის ოთახში. კომპიუტერში ნახავს და გაანადგურებს 13 წამიან ვიდეოს და წაშლის. ციხის არ მეშინია. ომი, სასიკვდილო დაავადება მაქვს გავლილი. ციხის არ მეშინია. პაატა ბურჭულაძე აქაა, მან ვერ მოახდინა რევოლუცია და ირაკლი ჩხვირკიამ როგორ შეიძლება რევოლუცია მოახდინოს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ყველა საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართალი, როცა გადაწყვეტილების გამოსატანად გახვალთ, ვინც არ უნდა იყოს თქვენს ზემოთ, თქვენს და ჩვენ შორის. ჩვენს ზემოთ არის ღმერთი. მართლა არ მეშინია პატიმრობის, მართლა არ მეშინია ციხის. არც ერთი მოწმე არაა, 13 წამიანი ვიდეოა. ვფიქრობ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დავრჩე. თქვენ გადაწყვეტეთ ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენი გირაო იქნება საკმარისი, რომ გარეთ დანაშაული არ ჩავედინო. მეც თავიდან ვამბობდი და იმავეს ვამბობ. არ იფიქროთ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ. ამ ადამიანების უმეტესობა ახლა გავიცანი. რაც ჩვენ გვაერთიანებს არის ის, რომ იმ დღეს იქ მისული ვიყავით ქვეყნის სიყვარულისთვის. ამაში დარწმუნებული ვარ, სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანი არ არის კრიმინალი. ჩვენ გვაქვს მთავარი უპირატესობა, მეტი მორალი, მეტი ზნეობა და მეტი რწმენა. ბატონო მოსამართლე, ამას ნახავთ თქვენ პროცესის მიმდინარეობისას, რადგან აქ არავინ არის საქართველოს მტერი. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან ერთად ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროცესზე პროკურორების ვაჟა თოდუას და თამარ ბეჟუაშვილის მონათხრობიდან გაირკვა, რომ საქმეზე 135 პირის დაკითხვას აპირებენ. საქმეს ასევე ერთვის ვიდეო მტკიცებულებები და სუსიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. საქმეში დამატებით მოპოვებული გახლავთ არაერთი მტკიცებულება, როგორიც გახლავთ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დამატებით სხვადასხვა პირები გახლავთ დაზარალებულად ცნობილნი, მოპოვებული გახლავთ ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ ღობეზე მანამდე მექანიკური დაზიანების კვალი, მათ შორის გადაჭრის კვალი არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ბრალდების მხარეს წინა სასამართლოს სხდომამდე დამატებით მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება. მურთაზ დოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობასაც ედავებიან. ასევე მათ ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით წარედგინა ირაკლი
ირაკლი შაიშმელაშვილსაც. რაც შეეხება ლაშაბერიძეს, მას ბრალდება ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. ამავე მუხლებს ედავებიან ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს. პაატა მანჯგალაძესა და გური ჟვანიას კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით წარადგინათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ბრალდებულები 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ სხვადასხვა დროს დააკავეს. დაკავებებს წინ მრავალათასიანი აქცია უძღო და 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მოძრაობა რუსთაველის გამზირმა, ეგრეთ წოდებული სახალხო კრება დაგეგმა, რომლის მიზანსაც როგორც ორგანიზატორები ამბობდნენ, მშვიდობიანი რევოლუცია წარმოადგენდა. თავდაპირველად აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის მურთაზ დოდელავას გამოსვლის შემდეგ ნაწილმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირი გაარღვია.